Mr. Landsbergis, thank you so much for visiting us again. The events are... მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ მაინც არ შემიძლია თავს ვაჯობო და არ დავიწყო ჩვენი კომპანიის მომავალზე საუბრით. With our company's future. რას გეუბნებათ რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლების ამბავი? Well, that United States is იმას რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადის არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ყველა გეოპოლიტიკური ასპარეზიდან გლობალურად, რომ ის გადაეწყოს რაღაც ფორმით თუ გზით. ამას ხედავ როგორც გლობალური გადალაგების უფრო ფართო გეგმას, რომელიც როგორც ჩანს თანხვედრაშია პრეზიდენტ ტრამპის ხედვასთან. no longer liberal world order. ეს გულისხმობს, რომ აღარ უნდა იყოს ლიბერალური მსოფლიო წესრიგი, არამედ უფრო ნეოვესტფალიური, როცა ცალკეულმა ქვეყანამ თავად უნდა დაიცვას თავი და ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, სიტყვაც იმას ეთქმის. შეეხება ეს სამეზობლოს თუ სხვათა მიმართ განზრახვებს. აი იმ ფორმით, როგორც მას შეუძლია განაცხადოს თავის ზრახვებზე, პანამის, გრენლანდიის, კანადის თუ ვის მიმართაც გინდა. რუსეთს შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია უკრაინაზე, ჩინეთს კიდე სხვაზე და მსოფლიოც ამ გზით გადალაგდება. იმ ინსტიტუტების ამბავი კი, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფენ მათთვის, ვისაც სხვაგვარად არ შეუძლია ის ჰქონდეს, ჩემთვის არის იგივე მსოფლმხედველობის მაგალითი. Mindset. Your kind visit თქვენი ახლანდელი ვიზიტი დატვირთულია ბევრი შეხვედრით. იქნება ეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები. როგორ ფიქრობთ, მათ შორის ვისაც შეხვდით? ვისი აღქმა ყველაზე რელევანტური, ადეკვატური საქართველოში არსებული ვითარებისა? from those who you have met in Georgia now? Most adequate. გულისხმობთ იმას, ვინ აფასებს ვითარებას ყველაზე ადეკვატურად? It's tough to tell for me. I think that there are some misconceptions. ამის თქვა ძნელია ჩემთვის. იმ შეხვედრების მიხედვით, რაც აქ მქონდა. ვფიქრობ, არსებობს გარკვეული მცდარი აღქმები ევროპისგან ყურადღების მიღების შესაძლებლობაზე, ევროპისგან გაზრდილი ყურადღების მიღებაზე. ევროპა შოქშია. მისი ზომისა და ძალის მიუხედავად შოქშია, როგორც ადამიანი, რომელიც ცივ შხაპში კი არა, არქტიკულ წყლებში ჩააგდეს და ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს გაცურვას აპირებს თუ იქ გაუჩინარებას. ამის მიზეზი კი არის ჯერ ისევ მიმდინარე თავდასხმა უკრაინაზე, რომლის ფონზეც აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნები სინამდვილეში ეგზისტენციურ რეჟიმში არიან და თავის გადარჩენაზე ფიქრობენ. რაც იცით, გარანტირებული არ არის. სხვა ქვეყნები კი არიან სიტყვა რეაბილიტაციას ვიხმარ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ რეაბილიტაციის მოწმე ვარ, რადგან შოქში არიან ისინიც. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების წყვეტის გამო. ასე რომ სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ეს უფრო არის სრული გადავსებულობის მდგომარეობა. მე მინდოდა უფრო უკეთესად ამეხსნა, თუ სად არის ახლა ევროპა. ვიცი და ვნახე კიდეც დიდი იმედგაცრუება ადამიანებში, როცა მათ ველაპარაკებოდი და ვუთხარი, რომ აი წარმოიდგინეთ, წერილს გზავნით და ის შეიძლება არც კი გაიხსნას და ასე დარჩეს ვიღაცის მაგიდაზე. წერილი ბრიუსელში, როცა ევროპას ახსენებთ, გულისხმობთ ევროპას როცა ვახსენებ, გულისხმობ ევროკავშირს ინსტიტუციური გაგებით. განსხვავებას კი იმაში ვხედავ, თუ კი გამოვრიცხავთ წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ნამდვილად აქვთ ინტერესი საქართველოს მომავლის მიმართ, ყველაზე მეტად ამ თვალსაზრისით ბალტიის ქვეყნები გამოირჩევიან, მეტი ქვეყანა, რომელთა დღის წესრიგში კი არის საქართველო, თუმცა არც ისე მაღალ საფეხურზე უკრაინისა და ბევრ სხვა საკითხის გამო. თუმცა ის არის დღის წესრიგის ნაწილი. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება და საჭიროა ძალისხმევა ამ ქვეყნებთან წვდომისთვის. მე დავამატებდი კიდევ ერთ ფაქტორს. რიგ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც გულშემატკივრობენ იმ მიზანს, რომელიც ბევრად ძლიერია, ვიდრე ის ემპათია, რომლის გამოსაწვევადაც ამ ქვეყნების მთავრობებს ზოგჯერ შეიძლება სჭირდებოდეთ ახსნა განმარტება. რატომ დგამენ ამან თუ იმ ნაბიჯს? ლიეტუვაში მაგალითად გვაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის ტრადიცია. თაობა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჯერაც ცოცხალია. Still alive, და ჯერაც აქტიურია. ისინი არიან არჩეულები და პოლიტიკოსების ის თაობაც, რომელიც მათთან ახლოს დგას, ასე რომ არის ძალიან მწვავე აღქმა იმისა, რას გადის ახლა საქართველო.
არ უნდა დაივიწყოთ ეს ადამიანები, პირადად მათ მიმართეთ. თქვენ ყავთ სულიერი ძმები და დები, რომლებისთვისაც ნახევარი წინადადებიდან იქნება გასაგები თქვენ ახლა რასაც განიცდით. როცა მათ ეტყვით, როგორია თქვენი მთავრობა, ისინი ამას მყისიერად გაიაზრებენ და გაიგებენ. ისინი მოიშველიებენ ბელარუსის მაგალითს, გაიხსენებენ საბჭოთა პერიოდს და იტყვიან, ეგ არის. ანუ მათთვის ასახსნელად თარჯიმანი არ დაგჭირდებათ. Okay, so this is that. So you don't need a translator to explain. Yeah, that's true. I've been ეს მართალია. მე მაქვს მსგავსი განცდა, როცა ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებთან მაქვს ურთიერთობა. ეს ჩვეულებრივ ასეა ხოლმე. That's a usual thing. You said that Europe is in shock. თქვენ თქვით, რომ ევროპა შოკშია. ევროპა უფრო დიდი საქმეებით არის დაკავებული, მაგრამ მაინც ისე მოჩანს, რომ ევროპა აკვირდება იმას, რაც საქართველოში ხდება. ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მიღმა ქვეყნებიდანაც გვესმის კომენტარები, განცხადებები, ახლახან იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაც. რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლების საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება. თუმცა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის რეაქცია იყო ძალიან სწრაფი ჩვენს გაჩერებაზე. ფიქრობთ, რომ ამან შეიძლება მოიტანოს რეალური შედეგი უახლოეს მომავალში. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მაყურებელს, აუდიტორიას აინტერესებს თქვენგან მოისმინოს, რამდენად რეალისტურია, რომ ევროპამ აიღოს ეს ტვირთი და დაეხმაროს რადიო თავისუფალ ევროპა რადიო თავისუფლებას გააგრძელოს მუშაობა. კი, განიხილება, თუმცა ეს არასაკმარისი ჩანს. We know it's on the table, but it's not enough. I can understand that. No, it's definitely not enough. I mean, ნამდვილად არასაკმარისია. ეს დიდწილად დამოკიდებულია პროტესტზე. to the protests. I will be, bluntly honest with you. If Europe does უხეშად პირდაპირ ვიქნები თქვენთან. თუ კი ევროპა დაინახავს, რომ პროტესტი ცხრება, ნაკლები ადამიანი გამოდის ქუჩებში და მთავრობა უფრო და უფრო კომფორტულად არის, ეს სულ უფრო შეამცირებს ბრიუსელის წინსვლის мотиваციას. ასე მესმის. That gives less and less incentive for Brussels to move ahead. This is the way that I'm getting I'm no longer at the table. მე აღარ ვარ ოფიციალური პროცესის მონაწილე, თუმცა მინიშნებები, მაგალითად 2 დღის წინ ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო საბჭოზე საქართველოზე არ უმსჯელიათ. რატომ? იმიტომ რომ ეს კომფორტულია აქ ქართული ოცნებისთვისაც და ბრიუსელისთვისაც. ისინი ხედავენ ტრაექტორიას, რომ ის სავარაუდოდ ქვევით მიდის. ამიტომ ვამბობ, თუ კი ოდესმე ყოფილა, ახლაა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ქართველების მომავალი მათსავე ხელშია. თუ კი მას სურს ბრიუსელმა იმოქმედოს. This is very much true, if there's an expectation for Brussels to move. Georgia was not debated, but the RFR საქართველოს საკითხი არ განხილულა, მაგრამ რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლების საკითხზე იმსჯელეს. ბოდიში ამ საკითხს ჯიუტად რომ ვუტრიალებ, ვინაიდან ყველა ელოდება კითხვებზე პასუხებს. answers on so many questions. Yeah, it was. It was debated. I'm happy. დიახ, იმსჯელეს. მოხარული ვარ, რომ გარკვეული ინტერესი დაიმსახურა და ცოტა არ იყოს სამწუხაროა, რომ ეს ინტერესი მომდინარეობს იმავე ქვეყნებიდან, რომელთა ჩემს მიერ დასახელებაც არაა საჭირო, რადგან ისედაც ცხადია, რომელი ქვეყნების წარმომადგენლებზეა ლაპარაკი. ეს ისევ და ისევ იმავე საჩვენებს და კვლავ ფართო სურათში ვცდილობ დაგანახოთ. ფიქრობთ, არის ძალიან მკაფიო განსხვავება იმის გაგებაში, სად ვართ ახლა. ეს ჯერ კიდევ ასეა მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომი 3 წელია მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ტრამპი მეორე დაირჩიეს. მას შემდეგ, რაც ვენსმა განაცხადა მიუნხენში. მას შემდეგ, რაც ტრამპმა უთხრა ზელენსკის ოვალურ კაბინეტში. ამ ყველაფრის ფონზე კვლავაც არის მკაფიო დაყოფა ევროპის შიგნით, სადაც არის ქვეყნების ჯგუფი, 11-12 ქვეყანა, რომელთა უმრავლესობა აღმოსავლეთ საზღვართან არის, ფრონტისპირა ქვეყნებს რომ ვუწოდებთ, რომლებსაც აქვთ კრიზისის ძალიან მკაფიო განცდა. განცდა იმისა, რომ ძალიან ბევრს დავკარგავთ, თუ კი ვითარება არ შემოტრიალდება, არ გაჩერდება და ევროპა არ გაძლიერდება. სხვებს კი სამწუხაროდ ისეთი განცდა აქვთ, რომ ჯერ კიდევ არის ბევრი დრო დებატებისთვის. როცა მე კრიტიკულად გამოდივარ და ვამბობ უკვე მეორე თვე რაც ტრამპი აცხადებს, რომ გარკვეული სახით რუსეთს ეწყობა და ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ დავეხმარეთ უკრაინას, ამაზე ვიღებ პასუხს. აი ორი შეხვედრა გქონდა და მესამეა დაგეგმილი. საკუთრივ შეხვედრებს კი არ ვაკრიტიკებ, არამედ იმის თქმა მინდა, რომ თუ კი ლიეტუვაში ან პოლონეთში ხარ და მით უფრო თუ გარეთ უკრაინაში ან საქართველოში, ხვდები, რომ სოფლიო, რომელსაც ვიცნობთ, სინამდვილეში შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს. გეოპოლიტიკური და არა ასტრონომიული თვალსაზრისით. ესაა რეალობა. რაც უფრო შორს მიდიხარ რუსეთიდან დასავლეთისკენ, ფიქრობენ, ჩვენ ხომ ამდენი დრო გვაქვს. შეგვიძლია ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, არ დავეთანხმოთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ეს არის ფუნდამენტური The საკითხი. further you go from Russia, further to the west, we have so much time that we have
ability to debate, discuss, disagree, and other things. So this is the fundamental issue. But still there are some changes in the perception in state. თუმცა არის გარკვეული ცვლილებები აღქმებში, განცხადებებში და გადაწყვეტილებებშიც. მაგალითად, ამის დასტურია გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყვეტილება თავდაცვის ბიუჯეტის მეტ მოქნილობასა და მის მნიშვნელოვნად გაზრდაზე. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. That's just one ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა როგორც მესმის, თქვენ სისწრაფე არ გაკმაყოფილებთ. with the speed as I understand not. არა, ვინაიდან იმის გათვალისწინებით მოვლენები როგორ ვითარდება, რომც მკითხოთ რას მოველი ნახევარ წელიწადში, ვერ შევძლებ პასუხის გაცემას. ჩემი რჩევა იქნებოდა მოვემზადოთ უარესი სცენარისთვის, რადგან ამის ალბათობა არსებობს. ეს შესაძლებელია. It is likely, it is possible. About scenarios and რაც შეეხება უარეს სცენარებსა და პერსპექტივას. მესმის, უსამართლო ამაზე კითხვა დაგისვათ, რადგან მეც მსგავსი განცდა მაქვს ამ უკიდურესად სწრაფი ცვლილებების, უამრავი საფრთხის თანხლებით და მაინც კითხავთ. ფიქრობთ, რომ ისტორიული პარალელები მაინც გამოსადეგია მომავლის ნაწილობრივ მაინც განჭვრეტასა და პროგნოზირებაში. რა ხდება შემდეგ სერიებში? What is in the next series? What are in the next series? What scenarios? Yes, I think in some cases, at least for me. დიახ, ზოგიერთ შემთხვევაში ჩემთვის ისტორიული პარალელები იძლევა მეტ კონტექსტს ახლანდელი ვითარებისთვის, ანუ რას გავს ეს ვითარება. პოულობ რაღაცას, რაც შემდეგ სინამდვილეში გეხმარება, თუმცა რამდენად გეხმარება იმის გამოცნობაში, რას უნდა ელოდე, ეს კიდევ სხვა რამეა, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის უცნობი. ჩვენ ჯერ კიდევ გამოცნობაში ვართ, მაგალითად, ვისმენ დონალდ ტრამპის შესახებ კარგ ვერსიებს. I'm hearing, for example, about Donald Trump. I'm hearing a lot of good versions, right? So, ამერიკელებისგან? From whoever. I mean, here, even here. მისგანაც გინდათ. აქ თბილისშიც მოვისმინე, გუშინ ლექცია ჩავატარე თავისუფალ უნივერსიტეტში, სრულიად შესანიშნავი ახალგაზრდები შეიკრიბნენ სალაპარაკოდ. მართლა ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის მათთან საუბარში 2 საათის გატარება. ზოგიერთმა მათგანმა მითხრა, ეს ხომ მართლა ძალიან ცუდ შესაძლო სცენარებზე ვლაპარაკობ და ვცდილობ ასეთი სცენარებისთვის გონებრივად მზადყოფნას შეუწყო ხელი. როცა ჩემს ქვეყანაში ვლაპარაკობ, იქაც ასეთ სცენარებს აღვწერ, რომ მათზე ქვეყანას ვინმესგან გაგონილი მაინც კონდეს. ვიცი, ეს არაპოპულარულია, არ დამეხმარება არჩევნებში, მაგრამ თუ კი ცუდი სცენარი უნდა განხორციელდეს, იქნებ ვინმეს რამე გაეკეთებინა, იქნებ ცოტათი გავინძრეთ იმისთვის, რომ უკეთესად მოვემზადოთ. ეს ჯობია, ვიდრე ყველა დავამშვიდო. ეს შესაძლებლობაც ამისთვის გამოვიყენე, რომ მელაპარაკა რა შეიძლება ამან მოიტანოს საქართველოსთვის, თუ კი უარესზე უარესი სცენარი განხორციელდება. იქ დამიპირისპირდნენ ზოგიერთი დამაჯერებელი, კარგი სცენარებით, ზოგი სიცილით მეუბნებოდა დერეფანში ყოფნისას, რომ ეს სცენარები არარეალისტურია, თუმცა მეც არარეალისტური ვარ, ყველაფერი არარეალისტურია. ვინაიდან გაურკვევლობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ყველაფერი ნაკადებად მიედინება. არ ვიცით, რომელი ელემენტი სად არის, როგორც ეს სუბატომურ სამყაროშია. არ იცი ელექტრონები სადაა, რადგან მათი მდებარეობის გამოთვლა შეუძლებელია. ზუსტად იგივე ხდება გეოპოლიტიკურად. სად ვართ? საქართველოს აღმოსავლეთშია, დასავლეთშია, არ ვიცით. ძალიან მალე დავინახავთ. We will see very soon. ძალიან მალე? დიახ, ვფიქრობ ძალიან მალე. After about this unknown stuff ამ გაურკვეველი რაღაცების და კითხვის ნიშნების ფონზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის გუშინდელი საუბრის შემდეგ თქვენ მეტი კითხვები გაქვთ თუ პასუხები? You have more question marks or you have some answers? So far, at least for me, it fits the scenario. ჩემთვის ამ დრომდე ყველაფერი მიყვება სცენარს. მიყვება სცენარს მინიმუმ ჩემს გონებაში. არანაირი გადახვევა არ არის? არა. არანაირი მნიშვნელოვანი გადახვევა ტრამპსა და პუტინს შორის პაქტი უკვე დადებულია. Between Trump and Putin? You've been saying ამას იმეორებთ გარკვეული ხანია. დიახ, გუშინ მომხდარს რაც შეეხება, იცით რა, ყველანაირი ზეწოლა, ყველანაირი ბერკეტი, რაც ამ ეგრეთ წოდებულ მოლაპარაკებებში იყო გამოყენებული, გამოიყენეს უკრაინაზე. უკრაინას უთხრეს უარი სადაზვერვო ინფორმაციაზე, უარი უთხრეს იარაღზე, რითაც უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა განეცხადებინა. კი ბატონო, მიიღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება.
ახლა პუტინი აცხადებს უარს ცეცხლის შეწყვეტაზე და რამე ბერკეტს იყენებენ მის წინააღმდეგ, რაიმე ახალი სანქციები დაუწეს ეს? არა. We don't know yet. იქნებ ჯერ არ ვიცით. There is nothing. კარგით რა. არაფერი გამომყენებიათ. რუსები გუშინ ზეიმობდნენ. ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ არც კი მალავდნენ ამას. მათ მიიღეს ზუსტად ისეთი ვითარება, როგორიც სურდათ. ერთადერთი ბერკეტი თვითონ ზელენსკიმ თავად თავისი ქვეყნით შექმნა. არის შესაძლებლობა გამოიყენონ საკუთარი სამხედრო წარმოება. ეს არის უკრაინული, მათია და ეს ეხმარება მათ ბრძოლაში. დასავლეთის დახმარება. კი ბატონო, კარგია, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ახლა რომელიმე ბრძოლას მოგვაგებინებს. ამას თავად უკრაინელები აკეთებენ, თავიანთი დრონებით და შესაძლებლობებით. ისინი აწარმოებენ დრონებს, რომლებითაც შესაძლებელია დარტყმების განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც რუსეთისთვის მტკივნეულია, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე. და რას ითხოვს პუტინი ტრამპისგან და რას იღებს მისგან? ცეცხლის შეწყვეტას ენერგოობიექტებზე. ცხადია, 2 საათის შემდეგ ის ურტყამს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ამაზე არანაირ განცხადებას არ გააკეთებს თეთრი სახლი, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამენაირად დაირღვა. ეს არის კომედია, ფარსია. Maybe that's not. I understand. მესმის რთული ამის მტკიცება, მაგრამ იქნებ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არც დაწყებულა და ეს ერთგვარი შესავალია სალმის თქმა. That's kind of an introduction or greeting or. Well, maybe. Look, We cannot exclude. I mean, well. I am of perception. შეიძლება, ჩემი ახმით გარიგება უკვე დადებულია და ყველას ვურჩევ იმოქმედონ იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება დადებულია და ვიზრუნოთ იმაზე, როგორი რეაქცია უნდა გქონდეს, როცა გვეცოდინება ამ პროცესის შედეგი. ევროპა იქნება მდგომარეობაში, რომელსაც უწოდებ მკვდარი კატის კართან მოგდებას. მას კართან დაგვიტოვებენ და ჩვენი თავის ტკივილი იქნება რა მოვუხერხოთ. ეს იქნება ევროპის და უკრაინის პრობლემა. ასე რომ თუ კი ახლავე არ გვექნება ძალიან მკაფიო გეგმა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ვინაიდან ევროპაში და დიდ ბრიტანეთშიც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, იქნებ ეს კატა ცოცხალი იყოს, ან იქნებ ისეთი კატა იყოს, რომლის მოვლასაც შევძლებთ, ან იქნებ ჩვენთან ვაცხოვრობთ, იქნებ ვიღაც სხვის კართან დააგდონ. ეს იქნება მკვდარი კატა მაგალითად ასეთი ფორმით. გააუქმეთ ევროპის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ პუტინმა ეს უკვე სთხოვა ტრამპს. ტრამპისთვის დიდად რთული არ არის ამაზე თანხმობის მიცემა, მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელების არ ყოფნის პირობებშიც კი. ტრამპი ეტყვის, მივიღეთ თქვენგან მშვიდობა, ერთადერთი რაც საჭიროა ევროპის მიერ სანქციების მოხსნა. თუ შეიძლება გააკეთეთ ეს. სულ ეს არის. და რას აკეთებს ევროპა? განა ჩვენ არ ვემხრობით მშვიდობას? არ გვინდა მშვიდობა უკრაინაში. We're not for peace. We don't want peace in Ukraine. And that's it. So this is ეს არის მკვდარი კატა. According to პრეზიდენტი ტრამპი Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შტატების ყოფილ პრეზიდენტებს ადანაშაულებს. მან გუშინ ობამა ახსენა. რუსეთისა და ჩინეთის ასეთი დამეგობრებისა და ღრმა პარტნიორობის შესაძლებლობის მიცემაში. ის აცხადებს, რომ ეს არის შტატების ყოფილი პრეზიდენტების არასწორი პოლიტიკის შედეგი და რომ ახლა აპირებს თავად ორივესთან, რუსეთთანაც და ჩინეთთანაც მეგობრული ურთიერთობები ჰქონდეს. აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი ბუნებრივად მეტოქეები არიან, მათ აქვთ ეს პოტენციური მტრობა, ვინაიდან რუსეთს აქვს მეტი ტერიტორია, ჩინეთს ყავს მეტი მოსახლეობა. თქვენ უბრალოდ არ ენდობით, არ გჯერათ თუ არ იღებთ ამ კონცეფციას. You just don't trust, or don't believe, or just don't accept that concept of. No, first of all, probably. შესაძლოა ეს საჭიროა და დარწმუნებული ვარ ადამიანები ამას აკეთებენ. ბოდიში რომ ციტატები არ მოვიყვანე, თუმცა აზრი ეს იყო. არა უშავს, შეიძლება სასარგებლო იყოს. შეიძლება ის ცდილობს რუსეთი მეგობრად გაიხადოს, რომ ჩინეთს მოწყვიტოს. იქნებ ის უფრო შორს იყურება ვიდრე თქვენ. More ahead than. Look, but I mean, I might sound. Than you do. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, რომ ეხლა პრეზიდენტ ობამას ვიცავ, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა რომ დაემყარებინა. იმდენად რომ ბევრ ჩვენგანს ეს ცუდად ხდიდა. Making many of us sick. And then მოგვიანებით მისი მრჩევლები ბოდიშებს იხდიდნენ იმ ცდელობებისთვის, რაც ამ გადასახედიდან გულუბრყვილობად აღიქმება. მინიმუმ ამ კუთხით ტრამპის თავდასხმა ობამაზე უსამართლოა. ეს ერთი. მეორე, დიახ, მსმენია ამ ვერსიის შესახებ, რომ ეს არის რუსეთისა და ჩინეთის განცალკევებისთვის კიშინჯერის განმეორების მცდელობა, წარმატებას უსურვებ. თუმცა ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება მოხდეს მათი სტრატეგიული პარტნიორობის გახლეჩა, რომელიც ორივე ქვეყანას აქვს არსებულ ვითარებაში.
ჩინეთი ძალიან კმაყოფილია იმ რუსეთით, როგორიც ის დღეს არის. და რუსეთიც კმაყოფილია იმ ჩინეთით, რასაც დღეს ის წარმოადგენს. ორივე სჭირდება ერთმანეთი, მთელი არქიტექტურის გადაწყობა იმით, რომ ამერიკამ შეცვალოს რა. Whole architecture by replacing United States as a what? As a partner. I mean, არ ვიცი, არ მაქვს პასუხი. unfortunately, I mean, I lack imagination. ბნელი წარმოდგენაა. მერწმუნეთ ვიცი აქედან რაც გამოვა. არის სხვა შესაძლო შედეგებიც. ჩინეთი ითამაშებს კისინჯერის თამაშს. მინიმუმ ცდელობებს ხედა უკვე ამისას. არა რუსეთის, არამედ ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ. ჩინეთი ახლა ძალიან აქტიურია ევროპაში. ყველა წინადადებას სწორად ამბობს, ყველანაირად სწორ განცხადებებს აკეთებს ტერიტორიულ მთლიანობაზე. Making all the right statements about territorial integrity and about, how, დიახ, ასეა. and there are clearly already countries in Europe. უკვე არიან ევროპაში ქვეყნები, რომლებიც უკვე აცხადებენ ჩინეთის მიმართ დამოკიდებულებებს უნდა გადავხედოთო. ეს არაც This is ხდება. what is happening. So when you say the deal is made, deal is done. Where is როცა ამბობთ, რომ გარიგება უკვე შედგა, სად არის საქართველოს ადგილი ამ გარიგებაში? რა არის საქართველოს ხელში? უკვე თქვით, რა არის უკრაინის ხელში და როგორ იყენებს მას უკრაინა? და საქართველოს ხელში რა არის? but what is in Georgia's hands? So my thinking is that ფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც პაქტი ძალაში შევა და თუ ევროპას აიძულებენ ის მიიღოს, ეს არის თავარი უცნობი, აცნობი უცნობი, მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, ევროპას აიძულებენ აირჩიოს. forced to choose. That means Europe does have ანუ ევროპას აქვს არჩევანი. დიახ, აქვს არჩევანი და არჩევანი არის ასეთი. აქ აღარ მოვიყვან სანქციებზე მაგალითს, ძალიან მარტივია. ევროპა იტყვის, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ჩვენ არ გვეხება. ეს მშვიდობა ჩვენი არ არის. ეს არ არის უკრაინის მშვიდობა. ანუ არ მივცემთ უსაფრთხოების გარანტიებს? არა, ეს ნიშნავს, რომ ევროპა იტყვის, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს უკრაინის საკითხზე, იმის მიუხედავად, რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი. ან ევროპა შესაძლოა აიძულონ მისი უნარობის ან პოლიტიკური ნების არქონის გამო, ვინაიდან შეიძლება გქონდეს პოლიტიკური ნება, მაგრამ არ გაგაჩნდეს მისი განხორციელების შესაძლებლობები. მაგალითად, სანქციები ახლდება ყოველ 9 წელიწადში. ერთ ქვეყანასაც შეუძლია მათი დაბლოკვა. აი ივნისში უნგრეთი თუ დაბლოკავს სანქციებს, ისინი აღარ გაგრძელდება. ასე რომ შესაძლოა აღარ გქონდეს სანქციები იმის გამო, რომ ამის საშუალებას უნგრეთი არ მოგცემს. ასე რომ ევროპას მოუწევს არჩევანის გაკეთება და ძალიან ბევრი რამ იქნება ამაზე დამოკიდებული. უკრაინის მომავალი, ევროპის მომავალი, ჩემი ქვეყნის მომავალი და ალბათ საქართველოს მომავალიც. თუ კი ევროპა ამ გარიგებას დათანხმდება, კვლავ ჩამოეშვება გარკვეული სახის რკინის ფარდა და რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა ჰქონდეს თავისი ინტერესების ახალი სივრცეები. Areas of interest will be allowed to Russia. What would be და როგორი იქნება იმ რკინის ფარდის მდებარეობა? შეიძლება ახალ ადგილას ჩამოეშვას? შეიძლება ეს იყოს ახალი. არ ვიცი, სად მოხდება ჩემი ქვეყანა. აი რას გულისხმობ. ლიეტუვაში ყავს ამერიკელი სამხედროების გარკვეული რაოდენობა. პოლონეთში მეტია. ლატვიასა და ესტონეთშიც არის გარკვეული რაოდენობა. წარმოიდგინეთ, რომ პუტინი ითხოვს, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი წამოიჭრება და ტრამპს მოუწევს ხოს ან არას თქმა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ომი დაიწყო და ეს 2021 წელს გაასაჯაროვა ლავროვმა, რომ მათ არ მოსწონთ რუსეთთან ასე ახლოს მყოფი ნატო, რასაც უწოდეს ნატოს დაბრუნება 1997 წლის საზღვრებში. NATO being so close to Russia. It was called NATO retreating to 1997 borders. დიახ, მახსოვს. So maybe he will not. კარგით. შეიძლება მან არ მოითხოვოს ნატოს დაშლა, მაგრამ იტყვის არანაირი ამერიკული ჯარები ან არანაირი ნატოს ჯარები 1997 წლის მდგომარეობაზე ახლოს რუსეთთან. ეს ნიშნავს, რომ ლიეტუვიდან ჯარი გავა, შეიძლება თქვა ნატოსი თუ არა ამერიკის ჯარები გავიდნენ. თუ კი ნატოს ჯარების გასვლას მოითხოვეს, ეს შეეხება მაგალითად გერმანელ სამხედროებსაც. ანუ გერმანიას მოუწევს ამაზე დათანხმება. მე თეორიულად ვსჯელობ, მაგრამ საკითხი შეიძლება ასე დადგეს. თუ კი ის ამას დათანხმდება და ჯარს გაიყვანს, ცხადი იქნება რკინის ფარდის რომელ მხარეს აღმოჩნდება ლიეტუვა. Well, it's on which side of the Iron Curtain? I'm not a historian, but I don't believe in ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ არ მჯერა, რომ შესაძლებელია ისტორიის ზუსტად გამეორება. repetition of the history. Oh, of course not. Of course not. ცხადია არ არის შესაძლებელი. მე ვამბობ, რომ ანალოგიები გვეხმარება იმის უკეთესად კონტექსტუალიზაციაში, რაც ხდება.
ვინაიდან ეს შეიძლება არ იყოს და არც არის ზუსტი გამეორება, მაგრამ ის მოგაგონებს მომხდარს, ნაცნობ წყობას. როგორც მარკ ტვენმა თქვა, ისტორია არ მეორდება, მაგრამ ის რითმავს. Does not repeat itself, but it rhymes. About the young people you met here. რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოში შეხვდით. მოისმინეთ მათი განსხვავებული მოსაზრებები და თვალსაზრისი. თქვენი აზრით, როგორები არიან ისინი? რისთვის არიან მზად? როგორი მომავლისთვის, როგორი ცხოვრებისთვის არიან ისინი მზად? რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? Are they ready for? What was your impression? That was actually a topic of my სიამოვნებაში ეს იყო მათთან ჩემი ლექციის თემა. ნამდვილად არ ვიცოდი. ლექცია ნაკლებად უფრო საუბარი იყო და 15-20 წუთი ავიღე რომ მესაუბრა მათთან რა თემაზეც ვისურვებდი და მე ვისაუბრე თაობაზე რომელსაც მე ვხედავ. რადგან ეს ჩემი შვილების თაობაც არის, ჩემი უფროსი ვაჟი 23 წლის არის, უმცროსი ქალიშვილი კი 16-ის. ძირითადად იმავე ასაკისა რა ასაკისაც იმ დარბაზში სასაუბროდ შეკრებილები იყვნენ. ჩემს შვილებზე ცოდნა მეხმარება, გავუგო მათ. ვიცი ეს არის შეშფოთებული თაობა, ვინაიდან ისინი გრძნობენ ცვლილებას და არ იციან რა იქნება ხვალ. აღარ არიან დარწმუნებულები რა მოხდება ხვალ. მე იქ ვთქვი რომ მათ აქვთ შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ რომ ექნებათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, პასიურად მიიღებენ ხვალინდელ დღეს თუ იქნებიან მებრძოლი თაობა, რომელიც შექმნის ხვალინდელ დღეს. შესაძლოა დადგეს ამის საჭიროება. ვფიქრობ ეს უკვე საჭიროა. ჩვენ ყველანი პასიურები ვართ მშვიდობიანობის დროს. არ არის ბუნებრივი მდგომარეობა ყოველ ცისმარე დღეს იბრძოდე იდეალებისთვის, რადგან გვაქვს გამოწვევები, ოჯახები გვყავს მისახედი, ხელფასი საშოვნელი, სამუშაო, შესასრულებელი. ისე არ არის რომ right we have challenges, we have the families to raise, we have salaries to to get and work to be done and so many other things. So it's not like თავი უნდა გავიტანოთ. სუსტად თავი უნდა გავიტანოთ. თუმცა რაც გვიახლოვდება, ამაზე განუზომლად დიდია. და რეალურად არის ალბათობა, რომ ჩვენ ვიხილავთ თაობას, რომელიც შექმნის მომავალს. We might see a generation that will shape the future. About what is coming, I'm sure they asked you. რაც შეეხება იმას, რაც გვიახლოვდება. მომეწონა ჩემი ტელეპათიურობის იდეა და ახლა შევეცდები გამოვიცნო, რა გკითხეს ახალგაზრდებმა. და დარწმუნებული ვარ, გკითხავდნენ ნატოს მომავალზე. და მეც გისვამთ იმავე შეკითხვას. And I'm asking you the same question. Yeah, it's a now დიახ, ამ შეკითხვას საკმაოდ ხშირად მისვამენ და სულ ვამბობ, არ მინდა ვიყო ნატოზე სამგლოვიარო არშიის როლში, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც სვამენ ძალიან ლეგიტიმურ შეკითხვებს. ტრამპი თუ ასე ახლოს არის პუტინთან და პუტინი არის ნატოს მთავარი მტერი, როგორ იმუშავებს ეს ურთიერთობები, რადგან ცოტა არ იყოს ინტერესთა კონფლიქტია. თუმცა კვლავ უფრო სამხედრო პერსპექტივაში თუ შევხედავთ, სამხედრო ალიანსები ეფექტიანია მანამ, სანამ შენს მტერს სჯერა, რომ ეფექტიანია. ამიტომ არის ნატო უდიდესი შემაკავებელი. ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ომის წარმოება ნატოსთვის, ვინაიდან ყველა მტერმა, ვინც კი შეიძლება ყოლოდა, და ეს ძირითადად ერთი იყო, მოგვიანებით იმავე მტრის რეინკარნაცია, იცოდა რომ დამარცხდებოდნენ პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომაც გვაქვს მშვიდობა. ახლა ვუახლოვდებით პერიოდს, როცა აღარ ვართ იმდენად დარწმუნებული, რომ ისეთსავე სიგნალს ვუგზავნით პუტინს. როგორც ჩვენ ვუდგებით უკრაინაში ომს, როგორც ჩვენ მას მივეცით გამარჯვების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ამას აკეთებს არა მხოლოდ ახლანდელი ადმინისტრაცია, არამედ წინა ადმინისტრაციაც იმავე აკეთებდა. ჩემი ხედვით ეს გაგრძელებაა. ნაწილობრივი დახმარებით ომს არ იგებენ. ეს უფრო მეტად სასტიკი სტრატეგიაა, ქვეყნის სისხლისგან დაცლის სტრატეგიაა. ეს იყო ძალიან ძნელი 3 წელიწადი. თუმცა მან პუტინს მისცა გარკვეული, ძალიან ღირებული მონაპოვარი. როგორ ვოპერირებთ პოლიტიკურად, ვინ არის მზად საბრძოლველად, ვინ არ არის მზად, ვინ არის მზად თამაშში ჩაერთოს და ვინ არა, ვინ არის მზად თანხის გასაღებად და ვინ არა. როცა ხედავ, რომ ფინელები ამზადებენ დახმარების მე-15 პაკეტს, რომელიც აჭარბებს ლამის ნატოს ყველა წევრისგან გაღებულ დახმარებას 3-4 ქვეყნის გარდა, იფიქრებ, რომ კი, ეს ქვეყანა ნამდვილად მოწადინებულია, როცა გაიგებ, რომ მათ 800,000 რეზერვი ყავთ ევროპაში უდიდესი არტილერია, მაგრამ ასეთი მხოლოდ ერთი ქვეყანაა. მე შეხედავ ქვეყნებს, რომლებიც გაიძახიან, არ შეგვიძლია მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის დახარჯვა თავდაცვაზე. იქნებ რუსებთან მშვიდობის დამყარება მოვახერხოთ და მსგავს რაღაცებს. დარწმუნებული ვარ, პუტინი ამ ყველაფერს კარგად აღიქვამს. Maybe we should make peace with Russians and all that. Kind of I'm convinced that Putin is reading that quite well. That's an issue of choice. ანუ ეს არჩევანის საკითხია, პოლიტიკური არჩევანის.
თითოეული ქვეყანა დგას სამის წინაშე და საქართველოც მათ შორის. შესაძლოა არა ყველაზე მნიშვნელოვანთა შორის, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის ამ ქვეყნის არჩევანია უმნიშვნელოვანესი. დიდი მადლობა გაზიარებისთვის და უკეთესის იმედი ვიქონიოთ, მაინც უკეთესის. Thank you. For sharing with us your thoughts. And let's hope for better. Still, let's hope. Yeah. მადლობთ. Thank you.